სოფლიოს უდიდესი სოციალური ქსელების მფლობელი კომპანია მეტას დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი მარკ ზაკერბერგი ან მარკ ზუკერბერგი, როგორც გენებოდ, ავრცელებს პროგრამისტებისთვის საგანგაშოს, მაგრამ კომპანიებისთვის ძალიან საინტერესო ინფორმაციას. ის ამბობს, რომ მომდევნო 12-18 წლის განმავლობაში კომპანიის კოდის უმეტესი ნაწილი იქნება გენერირებული AI აგენტების მიერ, ანუ AI სისტემების მიერ, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ხელოვნური ინტელექტის, ანუ კომპიუტერის მიერ და ამ მხრივ თითქმის სრულად ჩანაცვლდება ადამიანური რესურსი, რომელიც მეტაში არის ძალიან ბევრი, მეტა ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელია მით უმეტეს პროგრამირების მიმართულებით მსოფლიოში. ამის შესახებ მარკ ზაკერბერგმა ლამა კონზე ისაუბრა, რომელიც სახელიდან გამომდინარე არის მეტას ხელოვნური ინტელექტისთვის მიძღვნილი კონფერენცია, და სადაც მოკლედ სხვადასხვა საკითხები მოიხილა, მათ შორის ახალი აპდეიტები, რომლებიც კომპანიამ ცოტა ხნის წინ გაუშვა. მისი თქმით, AI უკვე მნიშვნელოვან როლს ასრულებს მეტას როგორც კოდის შექმნაში, ასევე კოდის ტესტირებაში და მომდევნო წლებში და თვეებში უფრო აქტიურად ჩაერთვება ეს ტექნოლოგია ყველაფერში, რაც კომპანიაში შეიძლება არსებობდეს და შეიძლება იქნეს გამოყენებული. ამასთანავე ხელოვნური ინტელექტი უკვე გამოიყენება სარეკლამო რეიტინგების და სიახლეების პროცესის შეფასებაში, რაც ასევე ერთ-ერთი სფეროა, რომელსაც ადამიანები უძღვებოდნენ თავის დროზე. ადამიანები სრულად ალბათ არ ჩანაცვლდებიან, ასე ფიქრობს მარკ ზაკერბერგიც, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ პროგრამისტების და დეველოპერების საკმაოდ დიდი ნაწილის ჩანაცვლება უკვე დაიწყო, როცა ხელოვნური ინტელექტი ბაზარზე რეალურად რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა, ეს ძალიან საგანგაშო შედეგს და საგანგაშო შეიძლება იყოს რეალურად იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მაგალითად ახლა იწყებენ პროგრამირების შესწავლას. ნამდვილად იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ახლა დგამენ ამ ნაბიჯებს, შეიძლება გარკვეულწილად უკვე გვიანიც კი იყოს, რადგანაც ამ პროგნოზს, რასაც ზუკერბერგი ავრცელებს, იზიარებენ სხვა აღმასრულებელი დირექტორებიც, მათ შორის ერთ-ერთი არის Microsoft-ის ხელმძღვანელი სატია ნადელა, რომელიც ამბობს, რომ Microsoft-ის კოდის 20-30% უკვე არის დაწერილი AI-ის მიერ და მათ ინტეგრაცია ხელოვნური ინტელექტის ამ მიმართულებით დაიწყეს დაახლოებით 2 წლის წინ, ანუ 10 წელიწადში შეგვიძლია ვთქვათ, რომ Microsoft-ის კოდი თითქმის სრულად AI-ის მიერ იქნება დაწერილი და ამაში რა თქმა უნდა არის გარკვეული ლოგიკური ახსნაც. კერძოდ ის, რომ AI შეცდომებს არ უშვებს, თუ კი ის სპეციალიზებული არის კონკრეტული ტიპის კოდის წერაზე და ამავდროულად AI-მ უკეთესად იცის ყველაზე ეფექტიანი გზა რა არის ლოგიკური ჯაჭვის აგებისა და შემდეგ მას უფრო მარტივად შეიძლება ამ კოდში კორექციების შეტანა, რაღაც ახლის დაშენება და საბოლოო ჯამში ეს დეველოპმენტის ხარჯებს ამცირებს მნიშვნელოვნად და ამ კომპანიებისთვის რეალურად დეველოპმენტი ყოველწლიურად არის ათობით და ხშირად ასობით მილიარდი დოლარი, ხოლო ეს ის თანხა, რომელსაც დაზოგავენ ამ კომპანიების ინვესტორები, რაც ინვესტორებს მოსწონთ და რაც ინვესტორებს მოსწონთ, წესით კომპანიის ხელმძღვანელები სწორედ იმას აკეთებენ, რადგანაც აქ ინტერესი სწორედ ასე არის განაწილებული. ზუსტად იგივე რამ ხდება Google-შიც, აქაც არის გაცხადებული, რომ კოდის 30% იქნება ხელოვნური ინტელექტის მიერ და ამ მიმართულებით ისინი მხოლოდ დაჩქარებას გეგმავენ, რადგანაც Google-იც იძულებული იქნება, რომ იქცეს უფრო ეფექტიან კომპანიად, რადგანაც თუ კი ის მას არ განახორციელებს ასეთ სტრატეგიას, მაშინ ინვესტორები თავიანთ კაპიტალს Google-დან გამოიტანენ და გადაიტანენ მაგალითად მეტაში, ან თუნდაც Microsoft-ში, ვინაიდან ეს კომპანიები ერთმანეთთან არიან კონკურენციაში. სხვათა შორის მსგავსი დინამიკა იკვეთება შედარებით საშუალო და მცირე ზომის კომპანიებში, ეს მხოლოდ გიგანტებს, big tech-ს არ ეხებათ, იგივე რაღაც ხდება Salesforce-შიც, რომელმაც საერთოდ 2025 წელს შეწყვიტა უკვე დეველოპერების დაქირავება, რადგანაც კომპანიაში ხედავენ რესურსს, რომ AI უკვე აკეთებს საქმის დიდ ნაწილს და დამატებით დეველოპერები მათ აღარ სჭირდებათ, არადა კომპანია ყოველწლიურად ათობით და ასობით დეველოპერს იმატებდა. იგივე რამ ხდება Stripe-შიც, რომელმაც საერთოდაც გადაწყვიტა, რომ არ სჭირდებათ მათ დამატებითი კაპიტალის გაზრდა ადამიანური რესურსის მიმართულებით, რადგანაც ისინი ამბობენ, რომ Stripe-ის საქმის უდიდეს ნაწილს AI ისედაც მშვენივრად აკეთებს და ადამიანები მხოლოდ უკვე არიან ქცეულები ერთგვარად პრომპტის მიმცემებად, ანუ დავალების გამცემ სუბიექტებად, რაც საბოლოო ჯამში შეიძლება ერთდროს თავად AI-ის მიერვე იქნეს ჩანაცვლებული და მივიღოთ ისეთი მოცემულობა, რომ მენეჯმენტი უბრალოდ დაავალებს ხელოვნურ ინტელექტს იდეალური პრომპტის მოფიქრებას, რომელსაც შემდეგ AI საკუთარ თავს მისცემს და დავალებას ტექნიკურ დონეზეც მარტივად აღასრულებს. ნუ ადამიანების სრულად ჩანაცვლება ხელოვნური ინტელექტის მიერ და სრული ავტომატიზაცია ყველაფრის ალბათ შედარებით გრძელვადიანი მომავალია, მაგრამ ახლა რასაც ვხედავთ ის არის, რომ 2030 წლისთვის Microsoft-ის პროგნოზით კოდის 95% იქნება დაწერილი AI-ის მიერ, მაგრამ ადამიანებს მაინც დარჩებათ როლები ამ თუ იმ კომპანიაში, მაგრამ ეს აღარ იქნება იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც დღეს არიან პროგრამისტები და დეველოპერები სხვა კომპანიებში დასაქმებულები. ჯამში ალბათ პროგრამული უზრუნველყოფის დიზაინის და მიზნების განსაზღვრაში იქნება
არიან ადამიანები ჩართულები, ანუ სწორედ არტისტული უფრო მეტად. ხო, არტისტული და ეტყვიან ხელოვნურ ინტელექტს რა არის გასაკეთებელი, მანამ სანამ ხელოვნური ინტელექტი თავად ისწავლის ამას, მაგრამ ადამიანის როლი ცხადია სრულად მაინც არ ამოვარდება, იმიტომ რომ მენეჯმენტი საბოლოო ჯამში მაინც იქნება საჭირო ადამიანების მიერ და ალბათ მენეჯერულ და უფრო არტისტულ როლებში გადაინაცვლებენ, მათ შორის ისეთებში, სადაც საჭირო ეგრეთ წოდებული რბილი უნარები, რის განვითარებას ალბათ ხელოვნური ინტელექტი ძალიან დიდი ხანი ვერ შეძლებს. ამიტომაც ძალიან საინტერესო ეპოქაში შევდივართ, რომელიც ძალიან ბევრ ცვლილებას გვიქადის.